ქართული ვიკიპედია გვამცნობს. პარანოია, როგორც წესი, პრაქტიკულად განუკურნებელ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება, თუმცა ხანგრძლივი მკურნალობით შესაძლოა მოხდეს სიმპტომატიკის გარკვეული შერბილება. მედიკამენტურ მკურნალობაში იყენებენ ნეიროლეპტიკებსა და ტრანკვილიზატორებს, მათთან ერთად აუცილებელია ფსიქოთერაპიის გამოყენება. ბიზინა ივანიშვილი არის პარანოიკი, ეს სახილის ნიშნიანი წინადადება. ოღონდ სამწუხაროდ ასე არ მკურნალობს, არც ტრანკვილიზატორებს მოიხმარს და არც ფსიქოთერაპიის კურსს არ გადის. მან საერთოდაც არ იცის მაღალზე მაღალი ალბათობით, რომ ის პარანოით არის დაავადებული და რეალურად დაავადებულია სამი ძირითადი ყველაზე უფრო გავრცელებული ფორმით პარანოიისა. ეს არის ექსპანსიური პარანოია, აერთიანებს ისეთი სახის პარანოიალური ბოდვის ფორმებს, რომლებსაც ახასიათებს ბრძოლა ბოდვითი დაყენებების რეალიზაციისათვის. ეს არის მაგალითად გამომგონებლობა, რაღაცას იგონებს, ანუ საამართლიანობის მოძიებლობის ბოდვები, ეძებს სამართალს სადღაც უჰაერო სივრცეში ან სხვაგან სენსიტიური პარანოია მეორე, განპირობებულია სოციალური ადაპტაციის გაძნელებით, დაუკმაყოფილებლობის, არასრულფასოვნების განცდის ბოდვით რეგისტრში გადაზრდით. ეს ალბათ სენსიტიური პარანოია ალბათ ყველაზე უფრო მახასიათებელია მისთვის, რუსი ოლიგარქისთვის. ცხოვრებისეული იმედგაცრუების რამ გაუცრუა იმედები სიმართლე გითხრათ არ ვიცი, დანაკარგების მოჭარბება იწვევს დევნის პარანოიალური იდეების განვითარებას. ცხადია, ფსიქიატრები ბევრად უკეთ განმარტავენ პარანოიის რომელიმე ფორმას და ბევრად უკეთ გააგვაცნობენ, ადრე იქნება თუ გვიან, რას ჭირს მაღალზე მაღალი ალბათობით საპაციენტო ბიზინა ივანიშვილს. მესამე ფორმა არის სურვილების პარანოია. ამის მაგალითია ბოდვა, რომლის დროსაც ავადმყოფი დარწმუნებულია, რომ იგი უყვარს რომელიმე კონკრეტულ პირს და ყველაფერში ხედავს ამ პიროვნების გრძნობების გამოხატვას. 5-10% მივცეთ სურვილების პარანოიას, რომლითაც დაავადებულია ბიზინა ივანიშვილი. განვითარება როგორ ხდება? პარანოია ვითარდება თანდათანობით, შემპარავად, თანდათან ხდება რეალური სიტუაციის გადამეტებული ზეღირებულოვანი შეფასება. დროთა განმავლობაში ეს ზეღირებულოვანი იდეების მიმართ ქვეითდება კრიტიკა და ყალიბდება სისტემური ბოდვითი იდეები. ამ იდეების დასამტკიცებლად ავადმყოფები აყალიბებენ ლოგიკურ სისტემებს, ანუ მისეულ სისტემებს აყალიბებს ბიზინა ივანიშვილი, განა არა ლოგიკურ სისტემებს და ეყრდნობიან მოგონებებს, რომლებსაც არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებენ. ბოდვითი პროდუქციის ჩარჩოებს მიღმა ადამიანები ნორმალურ ცხოვრებას ეწევიან, ოღონდ დავამატოთ თითქოს ნორმალურ ცხოვრებას ეწევიან, თითქოს ადეკვატურად იქცევიან ისინი გარემოში. სტატისტიკა ასეთია და ჰიპოკრატეს დროიდან, ესეც თქვათ, ისტორია როგორია, ჰიპოკრატეს დროიდან ამ ტერმინით განისაზღვრებოდა აშლილობათა ფართო სპექტრი. მოკლედ, ბიზინა ივანიშვილი პარანოიით არის დაავადებული, ეს უკვე ხო არა გვაქვს დიაგნოზი თითქოს, მაგრამ ეს უკვე პრაქტიკულად დადასტურებული ამბავია და სწორედ იმის გამო, რომ დადასტურებული ამბავია ეს ერთის მხრივ და მეორეს მხრივ პარანოია ვითარდება, ბიზინა ივანიშვილს ამ შეშლილ კაცს ელანდება გარჩემო მიმდინარე პროცესები, რომ არის პროცესებში ჩართული პირები არიან მის წინააღმდეგ პრაქტიკულად ყველა. აი ხომ მოსემულ ეტაპზე ირაკლი კობახიძე მისკენ არის, ან შალვა პაპუაშვილი, ან რომელიმე მის მიერ გამოზრდილი, გამოჩეკილი ბანდიტი. მაგრამ მათაც ადრე იქნება თუ გვიან ის მიადგება, იმიტომ კი არა რომ მაინც და მაინც ახლა უნდა ან მონდება რომელიღაც ეტაპზე მათი დამარცხება, მათი განადგურება, ისინი ერთგულები არიან და ერთგულებად დარჩებიან, არამედ იმიტომ რომ მოეჩვენება, მოებოდვება, ასე ვიტყვი, რომ ისინიც ებრძვიან მას ბიზინა ივანიშვილს, ისინიც ვერ უგებენ მას გადამრჩენელს მისეული გაგებით ჩვენი ქვეყნისა. აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ უკვე ვინც იბრძვის მისეული გაგებით მის წინააღმდეგ, ისინი არიან ერთის მხრივ საქართველოში, ანუ ქართველების მცირე ნაწილი, ასე ფიქრობს,
და არა უმრავლესობა, მაგრამ რაც მთავარია იბრძვის deep state-ი, რომელმაც მას ვერ გაუგო. რომელიც მას ეწინააღმდეგება და ვერც გაუგია სიმართლე გითხრათ, რატომ ეწინააღმდეგება გლობალური ომის პარტია რომ გონია ის ბიუროკრატია თუ გნებავთ ან ადამიანთა ჯგუფი, მას თვითკრიტიკული საერთოდ არ არის თვითკრიტიკული ისედაც არ იქნებოდა ორ წიგნ წაკითხულს, ორ წიგნ არასრულად წაკითხულს თვითკრიტიკულობის ნიშნული საერთოდ არ ექნებოდა, ანუ ძალიან დაბალი ექნებოდა, უფრო ზუსტი რომ ვიყო. ელანდება რა ჭინკები, ელანდება რა ეშმაკები, ელანდება რა გლობალური ომის პარტია, deep state-ი, მასონთა ლოჟები, რომლებიც მის წინააღმდეგ არიან, შეკრულები ოღონდ თავადაც გარკვეული ალბათობით მასონთა რომელიმე ლოჟის წარმომადგენელია თუ მაინც და მაინც ასე უნდა მიმსჯელოთ, ის კუთხეში მიმწყდეულია და იპორჭყდება პირდაპირ მნიშვნელობით. კანონზე იღებს კი არა აღებინებს მის დღევანდელ მონებს, რომლებიც რასაკვირველია სურვილებს და სურვილუკებს უსრულებენ და ხგონია რომ თუ კანონებს მიიღებს, ამ კანონებს თუ აღასრულებს, როგორ დააღასრულოს, ოღონდ კარგად არ მესმის, თუ აღასრულებს, ყველა პრობლემა მოეხსნება, მაგრამ ამბავის ისაა, რომ პარანოია განვითარებადია, სულ რომ ყველაფერი მოახერხოს, აუცილებლად მოიგონებს ახალ პრობლემას, თავად ბიზინა ივანიშვილი და ახალი პრობლემის დასამარცხებლად ახალ კანონებს მიიღებს, გასამკლავებლად ახალ კანონებს მიიღებს, ახალ ტრებს გაიჩენს და ეს ტრები ადრე თუ გვიან ეს ხო წრე ხო ვიწროვდება საბოლოო ჯამში, ადრე თუ გვიან იქნებიან მისივე დღევანდელი თანაგუნდელები. აი ახლა ბიზინა ივანიშვილმა თავის დღევანდელ თანაგუნდელებს, რომლებსაც აუცილებლად დაიჭერს ხვალ, ბევრს ყოველ შემთხვევაში, იღებს, შეუკვეთა, მოდი ასე ვთქვათ, ახალი კანონი, დამატებები, უпроსტად ცვლილებები გრანტების შესახებ საქართველოს კანონში. თითქოს ხო ყველაფერი გაკეთებული აქვს ბიზინა ივანიშვილს, მართლაც ტროტუარზე გადაადგილებისათვის იჭერენ მოქალაქეებს. ამაზე უარესი რა უნდა იყოს ქვეყნისთვის, ქვეყნის დემოკრატიისთვის, განვითარებისთვის, მომავლისთვის, აწმყოსთვის, წარსულისთვისაც კი. მაგრამ ბიზინა ივანიშვილს ხო ყველგან ელანდება ჭინკები და ეშმაკები, რომლებიც მას ებრძვიან და აქედან გამომდინარე თავის მონებს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, ამ მნიშვნელობა აქ ვინ იტყო და ამას კვირცხალია გაახმიანებდა თუ უშუალოდ პაპუაშვილი, დაავალა, რომ როგორღაც უფრო და უფრო გაამკაცრეთ კანონმდებლობაო და გრანტების შესახებ საქართველოს კანონში, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა წოდებულ ბანდას შეაქვს კანონები. კერძოდ, როგორც ხსენებული კირცხალია ამბობს. და ეგ უამრავ რაღაცას ამბობს, უამრავ საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ გასული 5 წლის განმავლობაში ამდენი და ასე შემდეგ გადატრიალების ცდილობა იყო და ასე შემდეგ. საზოგადოება კარგად ხვდება, ხედავდა, რომ საქართველოში რევოლუციურ პროცესებს, ანუ ბიზნეს ელანდებოდა და ელანდება, რომ USAID, NEDI, EID და სხვები აფინანსებდნენ რევოლუციურ პროცესებს. ამაზე უარესი შეიძლება დაემართოს, მაგრამ ამაზე უარესი რაც დაემართება, ძნელად თუ წარმოსადგენია ასლან აბაშიძე, გეხსომებათ ის ამ 22 წლის წინ საქართველოსთან გაგდებული კაცი, ერთი ხანობა ისიც პარანოიკი იყო, ერთი ხანობა ამბობდა, რომ ფოტოგრაფებიო კამერების და ფოტოობიექტივებს მომიშვერენ ხოლმეო, იმიტომ რომ ესო მასხივებსო და სისხლის გათეთრებას თუ ონკოლოგიურ სხვა დაავადებას გამოიწვევს ჩემშიო, აქედან გამომდინარე უკრძალავდა ოპერატორებს, რომ ასე პირდაპირ მიეშვიდათ ტელე თუ ფოტოკამერები ოპერატორებს მისთვის იმ მაშინ პარანოიკი კაცისთვის, მაგრამ ასლან აბაშიძის პრობლემა აღმოფხვერით ჩვენ დავძლიეთ, ასლან აბაშიძე გავაგდეთ ქვეყნიდან და მართებულადაც მოვიქეცით. მაშინ ასლან აბაშიძეს გსჭირდა ნაკლები სიგიჟეები, ვიდრე სჭირს ბიზინა ივანიშვილს, ნაკლები მასშტაბის, ნაკლები განვითარების პარანოია, ვიდრე სჭირს ხსენებულ ბიზინა ივანიშვილს. ხო და ეს კირცხალია თუ კურცხალია, კირცხალია ალბათ უფრო ამბობს, რომ შვიდობა შევინარჩუნეთო, სიმშვიდის ეკონომიკური წინსვლა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, ცვლილება შედის გრანტების შესახებ საქართველოს კანონში. ზუსტდება გრანტის განმარტება და განისაზღვრება, რომ გრანტად მიიჩნევა აგრეთვე ნებისმიერი პირისათვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადმოცემული სახსნები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს უმნიშვნელოვანესი თითქოს უწყინარი წინადადება, მაგრამ
სუსი ჩათვლის, რა შეიძლება მოხმარდეს, რა მატერიალური და არამატერიალური, ესე იგი, ფულადი ან ნატურალური ფორმით გადმოცემული რა საგანი ასე მაგალითად, ნატურალური ფორმით გადმოცემული მაგალითად კომპიუტერი შეიძლება მოხმარდეს სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით ან განსაზღვრით განხორციელებულ ან განსახორციელებელ ისე საქმიანობას, რომელიც თავის მხრივ მიმართულია საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისაკენ. მარტივად. გავამარტივოთ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების ეს გზავნილი. ისინი ამბობენ, რომ თუ თქვენ ვინმე გამოგიგზავნით კომპიუტერს უცხოეთიდან, ვინმე კერძო პირი, თქვენი მეგობარი, რომელიც ცხოვრობს ბერლინში, ვენაში, ბარსელონაში, რომში, ლონდონში, შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონში ასე მაგალითად. და ჩვენ ჩავთვლით, რომ ამის გამო, ამ კომპიუტერის მიღებით თქვენ ცდილობთ ეცდებით საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებას, გატარებას ან შეცვლას. აგრეთვე თუ ჩავთვლით, რომ უცხო ქვეყნის ხელისუფლების ინტერესების გატარებისთვის არის გამოგზავნილი ეს კომპიუტერი, ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, მიდგომებიდან, ურთიერთობებიდან გამომდინარეობს, ასეთი გრანტის მიღება პირს მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი ნებართვით შეიძლება და თუ მაინც მიიღებთ ამგვარ გრანტს, ამას გარანტს არქმევენ, აქ იკითხავთ ფულსაც და კომპიუტერსაც, ვინმე რომ გამოგიგზავნოს ხაჭაპური შედარებით ახლო მდებარე თურქეთიდან შეიძლება ჩათვალონ, რომ ეს ხაჭაპური იქ სხვარი არის ჩვენ ხო დაგვანაღრებს და არის იმისთვის, რომ დანაყარებულებმა კარგად გავატაროთ ამა თუ იმ ქვეყნის ინტერესი, ან შევცვალოთ საქართველოს საგარეო ან საშინაო კურსი და ამის გამო მე უკვე კირცხალია ახმიანებს, რომ ესე იგი 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება პირს, რომელიც მიიღებს ამ გრანტად წოდებულს, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლს ემატება დამამძიმებელი გარემოება, კერძოდ ფულის გათეთრება, ეს ფულის გათეთრებადაც შეიძლება მივიჩნიონ, საქართველოს პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის განხორციელების მიზნით გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ნებისმიერი ინდმეწარმე და ესეთი არის დაახლოებით 700,000 ჩვენს ქვეყანაში 700,000 ინდმეწარმეა, 700,000 იურიდიული ამგვარი ფორმით დარეგისტრირებული პირია, თუ ის გამოხატავს რამე უკმაყოფილებას ნებისმიერ საშინაო ან საგარეო საკითხთან დაკავშირებით, რომელსაც საქართველოს დე-ფაქტო იმ პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელსაც საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება აწარმოებს, მას დააჯარიმებენ, რომ ვიცოდეთ მაინც აქ სერია და ციტირებას ვახდენ პრაქტიკულად 20,000 ლარით და გამეორების შემთხვევაში შეიძლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას კი დაეკისროს ადამიანებს. საქართველოს ხელისუფლება წოდებული ბანდა სრულიად ამოშანთავს პოლიტიკას, არც ერთ ინდივიდს, იურიდიულ პირს, მით უფრო და ასე შემდეგ, არ უნდა ჰქონდეს საკუთარი პოლიტიკური მოსაზრებები. მე, ჟურნალისტს, რომელიც პოლიტიკით ვარ დაკავებული, არ შეიძლება მე მივიღო დაფინანსება ჩემი მეგობრისაგან, რომელიც ცხოვრობს ვენაში, იმიტომ რომ შეიძლება ჩათვალონ, რომ ფული 1000 ევრო პირობითად, 300, 100 ევრო პირობითად, რომელიც გადმომირიცხა მე ჩემმა მეგობარმა ირანისა ვენიდან, ავსტრიიდან და ირანის შემთხვევით არ მიხსენებია, ირინა ქვია, ჩვენი ოჯახის მეგობარია. ირინა თუ გადმოგვირიცხავს თანხას, შეიძლება ჩათვალოს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ, რომ ეს თანხა მე მოვახმარე საქართველოს საშინაო პოლიტიკის ან საგარეო პოლიტიკის შეცვლას და მე გიტასტურებთ, რომ მე დიახ, ჟურნალისტი, მიმომხილველი, იუთუბერი, მოვახმარ იმ თანხას, არ ვიცი ამდენად სწორი სიტყვაა, მაგრამ მოვახმარ ჩემს ძალასა და ენერგიას იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეცვალოს პოლიტიკა, საქართველოს შეცვალოს როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკა, ოღონდ ეს პრაქტიკულად სისხლის სამართლის დანაშაული ხდება ამ ხელისუფლებად წოდებული ბანდის წარმოდგენით და უფრო ზუსტი რომ იყო, სწორედ იმის გამო, რომ ბიზნე ივანიშვილს შეხრია ჩემს მიერ უკვე ხსენებული პარანოია, როგორც ასეთი. რა უნდა ვქნათ? ყველა უსამართლო კანონი, თუნდაც ის სამართლებრივობაში, როგორც ასეთში იყოს მოქცეული, ყველა უსამართლო კანონი კანონად არ მიიჩნევა, კანონად ვერ ჩაითვლება.
სამართლიანობა და სამართლებრივობა ერთმანეთთან უნდა იყოს თანხვედრაში, უნისონში. თუ რომელიმე ერთი მათგანი შემორღვეულია, ამ შემთხვევაში სამართლიანობა, მისი სამართლებრივობა გასაკვირველია, ეჭქვეშ დასაყენებელია და მოქალაქეებს აქვს სრული უფლება, რომ არ შეასრულონ, არ აღასრულონ ეს კანონი, ხვალ რომ მიიღოს სამართლებრივი კანონი მარცხენა ფეხზე 100 კინკილით ქუჩაში სიარულის თაობაზე საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებამ დამოუკიდებლად იმისა შევძლებთ თუ არ შევძლებთ ის კანონი გასაკვირველი არ უნდა ავასრულოთ მიუხედავად იმისა რომ კირცხალიებისა და პაპუაშვილების მიერ ხელაწეული კანონი იქნება. ამ რანგში გადის დაახლოებით ის, რასაც აკეთებს საქართველოს ხელისუფლებად წოდებული ბანდა საქართველოს სახელმწიფოს და მოქალაქეების წინააღმდეგ. ეს კანონიც ამ რანგშია, ამ უსამართლო კანონთა სიაშია, ნუსხაშია, აგრეთვე პირველ ყოვლისა არის ის კანონი, რომელიც თანახმადაც ტროტუარზე დგომაც კი დასჯადია სისხლის სამართლის წესით, პრაქტიკულად ადმინისტრაციულითაც და სისხლის სამართლითაც უკვე გარკვეული პერიოდის შემდეგ საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლების ტვინში და უფრო ზუსტი რომ იყო ბიზინა ივანიშვილის პარანოიის გამო იყო მიღებული ეს კანონიც და ის კანონიც და ასე შემდეგ. ახლა მე წაგიკითხავთ მინიმუმ ერთ და შესაძლოა ორ სტატუსსაც, რომლის ავტორებიც არიან ერთის მხრივ თამთა მიკელაძე, იურისტი და არასამთავრობო ორგანიზაცია დასუსტებული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი და მეორე ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი იურისტი გიორგი მშვენიერაძე. თამთა წერს. ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ გაცხადებული საკანონმდებლო ინიციატივა, ანუ ის რაც კირცხალიამ თქვა, რაც გაახმიანა და ეს ყველაფერი ასაკურებელი დაფუძნებულია ბიზინა ივანიშვილის ბოდვით აშლილობაზე, ანუ პარანოიაზე, როგორც ასეთზე. თამთა წერს, რომ ეს ინიციატივა, რომელიც უცხოეთთან ნებისმიერი ტიპის თანამშრომლობას მთავრობის კონტროლს უქვემდებარებს, იმიტომ რომ ისინი ამბობენ, რომ შეგვატყობინეთო, ან გვაცნობეთ, ჩვენ მოგცემთ ნებართვას. და ძალიან მაღალ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას აწესებს საზოგადოებაზე სრული კონტროლის მოპოვებისა და პოლიტიკური თავისუფლებების უპრეცედენტო შეზღუდვების ინტერესთან ერთად ატარებს ფარულ გენერალურ მიზანს. ეს საზოგადოების კრიტიკული მასის მიგრაცია, ანუ მათ კირცხალიებს უნდათ რომ ყველანი მათნაირი ნაცრისფერები, მათნაირი უსახოები, მათნაირი მართლა უსამშობლოები, მართლა საშლელი წაშლილები ვიქცეთ საშლელი წაშლებივით ვიქცეოდეთ როგორც ისინი იქცევიან სტუდენტები თამთას თქვით, კვლევრები, არტისტები, ექსპერტები, უფლებადამცველები, ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები, ლექტორები, პროფესორები, ექიმები, მეცნიერები და სხვები, ანუ რა გინდა რა, ყველა პროფესიის წარმომადგენელი პრაქტიკულად, ვინც არ არის ნაცრისფერი, ვისაც რაღაცა საკუთარი მოსაზრება კრიტიკული ამ ხელისუფლებად წოდებული ბანდის მიმართ აქვს, ესენი ყველანი იქნებიან განდევნილები თამთას თქვით. ვინც უცხოეთიდან დაფინანსებულ პროექტებში არიან ჩართულები, ისინიც და საჯაროობაზე გავლენის მოხდენას მოინდომებენ, პირდაპირ თუ არა პირდაპირ თუ ირიბად, ან მთავრობის სრულ კონტროლის ქვეშ მუშაობას უნდა დათანხმდნენ, თამთას თქვით, ან წავიდნენ 6 და ზოგჯერ 19 წლითაც კი საპატიმროში. ანუ სტუდენტი რო ხარ, ლექტორი, პროფესორი, მეცნიერი, უფლებადამცველი, ექსპერტი, მკვლევარი, არტისტი და ასე შემდეგ, თუ მთავრობას, ანუ კირცხალიას, ანუ ბიზინა ივანიშვილის ბოდვებს არ ახვევი და კირცხალიას და პაპუაშვილს არ დაექვემდებარები და კიდევ იმ ბანდიტ გობახიძეს, ამ შემთხვევაში შენ გაგიშვებენ საპატიმროში და ჩვენივე მეგობრები ოღონდ დადუმდებიან, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ნაცრისფერი არა, უკაცრავად და ასე ვიტყვი, ღ და მე აღარ დავამთავრებ ამ სიტყვას, ამ ფერი მასის წევრები იყვნენ. ისინი დადუმდებიან, ოღონდ ჩვენი ვიქნებით საპატიმროში ან განდევნილები ვიქნებით. ქვეყნიდან თამთა აგრძელებს საზოგადოების ის კრიტიკული მასა, რომელიც ქართულ ოცნების გავლენებისაგან და ბიზნეს ინტერესებისაგან ავტონომიური რჩება, ამ დრომდე და ბედავს საჯარო ინტერესებისთვის მუშაობას უბრალოდ განადგურდება, ეკონომიკური და საბოლოოდ კი პოლიტიკური გაგებით. დიახ, ბიზინა ივანიშვილს ელანდება რა ჭინკები, ელანდება რა ეშმაკები, ელანდება რა ალტერნატიული ფული, რომელიც ვითომ და მას დაამარცხებს, ან საერთოდ არსებობს და თუ არსებობს, მაინც ვითომ და მას შეერკინება და დაამარცხებს ბიზინა ივანიშვილი და მისი პატარა ან შედარებით დიდი ან შედარებით პატარა ბიზნეს სექტორების მასზე დაქვემდებარებული ბიზნეს სექტორების წარმომადგენლები,
ანადგურებენ ქართული საზოგადოების უმნიშვნელოვანეს ნაწილს, რომლის გარეშეც ქართული საზოგადოება ვეღარ ჩაითვლება ქართულ საზოგადოებად, იმიტომ რომ ქართული საზოგადოება არის ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იყოს, არის და იმედი მაქვს იქნება კიდეც ის საზოგადოება, რომელიც უწევს წინააღმდეგობას ყველაფერს, რასაც გვთავაზობს დღეს ქართული რუსული ოცნება. და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ადამიანის ასე მაგალითად ადამიანის უფლებები იყოს უმაღლეს სტანდარტზე. და საზოგადოება, რომელიც ნაცრისფერი ან იმისფერია, ის ვერ ჩაითვლება ქართულ საზოგადოებად, ის იქნება წანაზარდი ან შენაზარდი რუსული საზოგადოებისა. ისეთივე უფერო, ისეთივე ზღვისფერიანი, ისეთივე ნაცრისფერი, თუ გნებავთ ასე ვიტყვი, როგორც არის ხმაგაკმენდილი რუსული ან ბელარუსული საზოგადოება. ბიზნე ივანიშვილს სურს, რომ აქ მინი მოდელი გააკეთოს და ეს ყველაფერს ემატება მისი პარანოია, შიში, რომ ერთმა მოქალაქემაც კი, რომელიც მართლა ამარცხებს. ზიამაღლობელი ინდივიდუალურად, ანდროე ჭეჭინაძე ინდივიდუალურად, ზვიადრატიანი ინდივიდუალურად, ნებისმიერი სიმპათიმარი მას ამარცხებს, როცა არ უშინდება მას, არ დრკება მის წინაშე. და ამის გამო გადაფსიხებული ახალ რეგულაციებს იგონებს და ახალი რეგულაციების და დასჯების დავალებას, დასჯების თაობაზე კანონების მიღებას ავალებს ამ ბანდიტებს, კირცხალიებს და პაპუაშვილებს და სხვებს. ინსტიტუციური აქტორები, ანუ ჩვენო წავალთო გააგდებენ და ასე იქცევა სწორედაც რომ საქართველოს რუსეთად. როდესაც ერთი საშინელი ფერის წარმომადგენლებით არის გადავსებული თუნდაც უმრავლესობა, ან დარჩენილთა უმრავლესობა, ასე ვიტყვი, ეს ქვეყანა და ბიზნე ივანიშვილი ამ შემთხვევაში აგრძელებს და მისი კლანი მოპარვას პრემიერ-მინისტრების დონეზე, უშუალოდ ისიც იპარავს, რასაკვირველია, აგრძელებს ამ უფსკრულის გაღრმავებას საზოგადოებასა და საზოგადოების ელიტურ ნაწილსა და საზოგადოების დაბალ ფენებს შორის, უფსკრულის გაღრმა სოციალურ უფსკრულზე ვლაპარაკობ, უფსკრულის გაღრმავებას იმ თვალსაზრისით, რომ უპირისპირდება ყველა ინდივიდს, სიძულვილს აფრქვევინებს საკუთარივე ტროლებს, ბოტებს, პროპაგანდისტებს პირველ ყოვლისა, ყველა ტროლი კი არ არის მართლა, ვინც რაღაც სტატუსებზე, რაღაც კომენტარებს ტოვებს, ანუ რეალური ადამიანები არიან, რომლებიც ბიზნე ივანიშვილმა საკუთარ თარგზე უკვე მოჭრა, რომლებსაც ბიზნე ივანიშვილმა და რუსეთმა ტვინი უკვე გამოურია, ცხა. თანდაწერს პოლიტიკური სხეულის გაწმენდა დაიწყეს იმისთვის, რომ სრულ ჰეგემონიის დამყარება შეძლონ საზოგადოებაზე, სრული ჰეგემონიის. ეს მომავლის მკვლელობაა, პირდაპირი გაგებით. თუ ეს პროცესი არ გაჩერდა 5 წელში ჩვენ ქვეყანას ვეღარ ვიცნობთ. უკვე ვეღარ ვცნობთ. ეს ასეა და მე იქნება ძალიან გვიან და მათ შორის იმათთვისაც, ვინც დაიჯერა, ვინც შეშინდა, ვინც დახარბდა, ვინც დაიკიდა, ვინც დაბოლდა. ყველასთვის დავამატებთ ამ თარწერს 5-7 წელიწადში თქვენს დღეს დადუმებულების, შეშინებულების, დახარბებულების, ვინც დაიკიდეთ, მათ შვილებს ადურთინებენ თავს რუსულ ჯარში. იმიტომ რომ თქვენ დადუმდით, დაშინდით, დაბოლდით, დახარბდით და ვინც იქეცით, გარდაიქმნით ამგვარ ნაცრისფერ და რო არ ვამთავრებ იმ სიტყვას, იმპერიმასის წევრებად. გიორგი მშვენიერაძე წერს. თქვა თქვენმა ოჯახმა, ამ კანონთან დაკავშირებით წერს. თქვა თქვენმა ოჯახმა, მე განმარტებ, მაგრამ გიორგის განმარტება აუცილებელია ჩემი აზრით, ჩაკითხვა მისი. თქვენი ოჯახის წევრმა, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს და ასეთი ყოველი მეოთხე ქართველია, გამოგიგზავნათ $100. ვინაიდან ეს თანხა შესაძლოა თქვენ მიერ იქნეს გამოყენებული ევროპის დროშის შეძენისა და საკუთარი ფანჯრიდან გადმოფენისთვის, სადაც ხედავთ საკუთარი ხალხის მომავალს, შესაძლოა ამის გამო თქვენ დაგიჭირონ 6 წლამდე პატიმრობა, შეგიფარდონ. უფრო მეტიც, თუ თქვენ პროგრამისტი ხართ და ხელფას რომელიმე საერთაშორისო კორპორაციაში, მაგალითად Google-ში გიხდიან, ხოლო პარალელურად იბრძვით საქართველოს მიუსაფარი ცხოველების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის შესაცვლელად, იმიტომ რომ კირცხალია თქვა, რომ მე უნდა გავაკეთო პოლიტიკაო და თქვენ ნუმკარნახობთო. თქვენ ვინც არ ახართ პარლამენტში, არანაირი უფლება არ გაქვთ, რომ არც საგარეო პოლიტიკა მიკარდახოთ, არც საშინაო პოლიტიკა, ცხოველთა უფლებების დაცვის პოლიტიკა მიკარდახოთო, ამბობს გაუნათლებელი დიმიტრი სამხარაძე. უვიცი ირაკლი ზარქუა. შეგუებული ყველაფერთან ეს კირცხალია რაც ქვია. პაპუაშვილი, რომელიც
რუსეთის აგენტია კობახიძე, რომელიც რუსეთის აგენტია სამჯერ მამამისის ჩათვლით და ასე შემდეგ. ესენი განსაზღვრავენ, ეს ტიპები, ეს რუსები ამბობენ, რომ ასეა და თქვენ არავის არაფერი არ გეკითხებათ, არც ინდივიდებს, არც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, არც მედიის წარმომადგენლებს, არც ინდ მეწარმეებს 20,000 ლარით დაგაჯარიმებთ, თუ ხმას ამოიღებთ. ტროტუარზე თუ გახვალთ თქვენ და გიჭერთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გიორგის პოსტი ჩავიკითხოთ ბოლომდე თუ არა, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი და ასე შემდეგ. ოცნებას საერთოდ სურს, რომ შეზღუდოს ნებისმიერი ფული, რომელიც ამ ქვეყანაში ადამიანის დამოუკიდებლობის გარანტია იქნება, ამას კი ამბობს ნიკა სიმონიშვილი ოცნების ახალ რეპრესიულ კანონზე. ახლა ზვიად გამსახურდია თქვა 26 მაისს. და 26 მაისს ამ ვიდეო ბლოგის მისურულსაც ვახსენებ მეორეჯერ. კიდევ ერთხელ. 26 მაისს 90-ში თუ არ ვცდები და არ ვცდები, იმიტომ რომ 91-26 მაისს იყო საპრეზიდენტო არჩევნები, 99 წლის 26 მაისს ეს არ უთქვამს და თქვა 90 წლის 26 მაისს, ანუ 28 ოქტომბრის არჩევნებამდე 4-5 თვით ადრე. თქვა აირჩიე ქართველო ერო. ზვიად გამსახურდი არის საქართველოს პირველი პრეზიდენტი. საქართველოს პირველი პრეზიდენტი, რომელმაც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა აღადგინა, რომლის მეოხებითაც, რომლის ძალისხმევითაც საქართველოს იწოდება. ჩვენ ხონშით კი არ მოგვართვეს დამოუკიდებლობა, როგორც ტაჯიკეთს, არამედ ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, შევეწინააღმდეგეთ რა იმპერიას. ბიზინა ივანიშვილი ყველას წინააღმდეგ მიდის, ეს ბევრჯერ მაქვს ნათქვამის ვიადისა, ედუარდისაც კი, მიშა სააკაშვილისა და ასე შემდეგ. ხო და ზვიად 90-ში თქვა ის ისტორიული სიტყვა აირჩიე ქართველო ერო, ეს არის გზა ქრისტესი და გზა ბარაბასი, გზა ილიასი და გზა ბერბიჭაშვილისა, გიგლა ბერბიჭაშვილისა, რომელმაც მოკლა საქართველო, მოკლა მეთქი ასე თუ ვიტყვი არ გადავაჭარბებ ილიასა და საქართველოს შორის ტოლობის ნიშანი იმხანად 900 წლების დასაწყისში, რას საკვირველია შეგვეძლო რომ დაგვესვა. ახლა ჩვენ უნდა ავირჩიოთ გზა საქართველოსი და გზა ბიზნესი. აირჩიე ქართველო ენო დაამონებულო, დაჩაჩანაკებულო, მიჩაჩანაკებულო, გაუბედურებულო და იმგვარ მოქალაქეებს მიმართა, ვინცაც ბიზინა ივანიშვილი ნაცრისფერებად აქცევს, აჩუმებს, აჩმორებს, ადუმებს სხვადასხვა და რა გინდა რა მიზეზით. იმიტომ რომ ემუქრება მათ შორის რეპრესიებით. აირჩიეთ რას ვაკეთებთ. მე არჩევანი გაკეთებული მაქვს. ჯერ ერთი 1000 ცოცხალსა ბევრჯერა, ყოსია ბოდიშ ვიხდი. 1000 ცოცხალსა ბევრჯერა ერთხელ ჯობს, ერთი გვარია, მაგრამ შეიძლება მეშლება ბოდიშ ვიხდი. 1000 ცოცხალსა ბევრჯერა 100 ჯერ ჯობს ერთი გვარია. ეს იცით. კვდრებიც კი თუ ვინმე შეეწირება ბრძოლას ბიზინა ივანიშვილთან, ისინიც კი დაგამარცხებენ, რო იცოდე, რუსო ოლიგარქო. სულ რომ დაიჭირო ამ თუ სხვა კანონებით 1000-ობით მოქალაქე, ყოველთვის გამოჩნდება შემდეგი 1000, შემდეგი 1000. ვინც ბრძოლას შენს წინააღმდეგ არ შეწყვეტს, სულ რომ დაიჭირო და ციხეში ამოალპო ერთი მზიამაღლობელი ან ყველა სინდისის პატიმარი, აუცილებლად გამოჩნდებიან სხვები, ვინც აიღებენ დროშას. და აფრიალებენ ამ ქართული სახელმწიფოს დროშას და იტყვიან, რომ გაეთრიე აქედან. იტყვიან სხვადასხვა ფორმით. შესაძლოა რბილად, შესაძლოა გარკვეულ შემთხვევებში ტაქტიკური მოსაზრებით ეს სიტყვა გაეთრიე ამ ქვეყნიდან რუსეთში წაეთრიე და ჩაეთრიე, ეს სიტყვა შესაძლოა არც იხმარონ, მაგრამ არც მოიშველიონ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში გზავნილი მათი, ანუ გზავნილი ქართველი ხალხისა, სულ რომ გაატყდეს ათეულობით ადამიანი, რაც წარმოუდგენელი მგონია, მაგრამ მაინც გზავნილი მათი არის ამგვარი, გაეთრიე. იმიტომ რომ საქართველო არ არის შენი ფეხსალაგი, არ შეიძლება იყოს სულ რომ მოვკვდეთ. პირდაპირ მნიშვნელობით. აღარ ლაპარაკობ იმაზე, რომ სულ ციხეში ამოლპეს ბევრი ჩვენგანი მეთქი. ჩვენ მაინც შეგებრძოლებით, იმიტომ რომ შენ ასე ანგრევ საქართველოს როგორც სახელმწიფოს, საქართველოს იდეას და საქართველოს სულისკვეთებას და თავისუფლებას, რაც მნიშვნელოვანია. ამიტომ რაც არ უნდა შენი პარანოიკული
საფუძვლებით მიიღო ესა თუ ის ჯოჯოხეთური კანონი, ეს ვერ უშვერ გიშველის. ჩვენ ამ ყველაფერს არ შევასრულებთ და ტაქტიკური მოსაზრებებით და სხვა მეთოდს ვიპოვით შენ წინააღმდეგ ბრძოლისა, არ ვიცი. მოკლედ ვიპოვით რესურსს, რომ ვიყოთ მუდმივად შენ წინააღმდეგ, რაც არ უნდა გვანგრიო, ან ბზარი შემოიტანო ჩვენში. ეს ერთი. ეხლა შეეხება 26 მაისს. ზვიად გამსახურდია მოსაზრება, კი არა, ნათქვამი სიტყვა გაგახსენეთ 90 წლის 26 მაისს აირჩიე ქართველო ხალხო, ქართველო ერო, გზა ქრისტესი, გზა ბარაბასი. აირჩიე ქართველო ხალხო, გზა საქართველოსი და გზა ბიზნესი, გზა რუსეთისა და გზა საქართველოსი. არჩევანი მარტივია რეალურად. მაგრამ ხრა სტო ვამბობ ბატონო ახსენებ მეორეჯერ 26 მაისს. ჩვენ წინ გვაქვს 24 თებერვალი უკრაინის ხელახალი ოკუპაციის დაწყების თარიღია ისი თქვენ, მნიშვნელოვანი თარიღი და ჩვენ უნდა მოვსინჯოთ ჩვენი ძალები. ჩვენ ასაკვირველია პირველ ყოვლისა უნდა ავაფრინოთ უკრაინის სახელმწიფო დროშა და მხარი დაუჭიროთ ამ გმირ სახელმწიფოს და გმირ ხალხს, რომელიც შეება ამ ბიზინა ივანიშვილის პატრონ რუსეთს. ეს ერთი. მეორე, ჩვენ წინ გვაქვს 31 მარტი, დღე რეფერენდუმისა. ჩვენ კიდევ უნდა მოვსინჯოთ ჩვენი ძალები, ანუ გამოვიდეთ, რა იგულისხმება, გამოვიდეთ ქუჩაში და ვთქვათ, რომ ვართ ამდენი და არ ვეპუებით საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას. ამ პერიოდში 31 მარტამდე და მერეც რასაკვირველია ეს შედარებით პატარა აქციები ან შედარებით დიდი მარშები უნდა გაიმართოს. მე გეუბნებით, მე ვლაპარაკობ უფრო მასშტაბურ აქციებზე და უფრო მასშტაბური აქციების თარიღებზე. 24 თებერვალი მოუფარგლე შემოგთავაზეთ და 31 მარტი როგორც დღე რეფერენდუმისა. ამ სიმბოლურ დღეებს, სიმბოლურ თარიღებს ალბათ მაინც უნდა დავამტყიოთ ხანდახანზე ხშირად ჩვენი დიდი ან შედარებით დიდი აქციები. უკვე შემდგომ ჩვენ გვაქვს დამოუკიდებლობის აღდგენის თარიღი 1991 წლის 9 აპრილის თარიღი. აგრეთვე ეს თარიღი იცით თქვენ რომ 1989 წელსაც ეკუთვნის. 99-ში ბიზინას წინამორბედებმა და უფროსებმა, მათ შორის გენერალ ლებედის პარტნიორი იყო იცით თქვენ, ბიზინა ბანდიტი ივანიშვილი, მათ აქვს შეხეს რუსთაველის გამზირზე. 99 წლის 9 აპრილის გასახსენებლად და 91 წლის 9 აპრილის აღსანიშნავად 2026 წლის 9 აპრილსაც უნდა გამოვიდეთ რუსთაველის გამზირზე და უნდა ვიყოთ მეტნი ვიდრე ვიყავით 31 მარტს, ვიქნებით 31 მარტს ან 24 თებერვალს ან სხვა თარიღებში, სხვა დღეებში. მაგრამ გადამწყვეტი დარტყმა, გადამწყვეტი აქცია. ჩვენ უნდა მოვაწყოთ, ეს არის ჩემი იდეა, მიმდინარე წლის 26 მაისს. და 26 მაისს ჩვენ უნდა ვეცადოთ, არ გამოგვივა მაინც და მაინც რევოლუციისკენ არ მიმყავს საუბარი, არა, მაგრამ უნდა ვეცადოთ და დავრჩეთ სულ 26 მაისიდან. მანამდე გვარიანად ნავარჯიშებების ვიქნებით. ჩვენი ძალები ერთგვარად იქნება შემონახულიც, იმიტომ რომ კარგი ამინდი იქნება, მაგრამ ამავდროულად ეს გასინჯული, მოსინჯული, გვეცოდინება რამდენი ვართ მოცემულ ეტაპზე. უნდა დაიწყოს დიდი კამპანია, პოლიტიკოსები უნდა ჩაერთონ, საზოგადოებრივი სახეები უნდა ჩაერთონ და ასე შემდეგ და ერთი დიდად უნდა ვიქუხოთ. არ გულისხმობ და არ ვამბობ, რომ ეს არის ბოლო თარიღი, ბოლო დღე, ბოლო წამი, იმის იქით აღრაფი აღარ არის და ასე შემდეგ. უნდა როგორღაც მოვახერხოთ და ძალიან დიდი აქცია და თუ მოხერხდება, უწყვეტი აქცია უნდა დავიწყოთ. ჩავატაროთ 26 მაისს და მერე გავაგზავნოთ 27-ში, 28-ში, 29-ში, რა ვიცი, ივნისშიც და ასე შემდეგ და მშვიდობიანი, მეკითხებით კი მშვიდობიანი. მაგრამ გარდაულა დაუცილებელი ჩვენი სახელმწიფოსათვის. მანამდე უნდა მოვემზადოთ. პოლიტიკოსებიც, რომლებიც ახლა საბატიმროში არიან, მათი გარკვეული ნაწილი გამოსული იქნება საბატიმროდან. ისინიც უნდა ჩაერთონ ამ პროცესში, არა სამთავრობო ორგანიზაციებიც უნდა ჩაერთონ, მესმის რომ არ არის დაფინანსება, არ არის პარანოიკს ვეუბნები პირველ ყოვლისა, მაგრამ ამის მიუხედავად ჩვენ გვაქვს თავარი რესურსი, ჩვენი მორალური უპირატესობა ამ ბანდით ხელისუფლებაზე. არ ვამთავრებთ 26 მაისს, ვინმეს არ შეეშალოს, თუ დამთავრდებიან ხო თლად კარგი, მაგრამ 26 მაისს უბრალოდ გამოვდივართ და თავისუფლების მოედნიდან ოპერამდე შეძლების დაგვარად ან რა ვიცი რესპუბლიკის მოედნამდე იქნება და ან ფილარმონიამდე საერთოდაც
ვავსებთ, ჭიდროდ ვართ და ვავსებთ. და საოცარ აქციას, არნახულ აქციას ვატარებთ. გარწმუნებთ 26 მაისის იქნება თუ 21 ივნისის, 12 სექტემბრის თუ 18 ოქტომბრის, როცა დიდი ტალღა იქნება, დიდი და უწყვეტი ტალღა იქნება, ჩვენი ქუჩაში გამოსული უწყვეტი ტალღა და სულ იქნება, სულ გაგრძელდება ეს აქციები მნიშვნელოვანი, პროტესტი, დემონსტრაციები და მარშები მნიშვნელოვანი. ბიზინა ივანიშვილის შემდეგ კრიზისს ვეღარ გადაიტანს. და ბიზინა ივანიშვილი დათმობებზე წამოვა მეთქი, ამასაც ვერ ვამბობ, მაგრამ ბიზინა ივანი მერე მოხდება ის, რომ ბიზინა ივანიშვილი შედეგად თავად კი არ წამოვა დათმობებზე, არამედ ხელისუფლებას დათმობს ავტომატურად. მას აღარავინ დაემორჩილება იტყვის რიგითი პოლიციელი, ადმინისტრაციული რესურსის ნებისმიერი რიგითი წარმომადგენელი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნებისმიერი ქვემდებარე ახლა მისი, რომ ბიზინა ივანიშვილს აღარ ვემორჩილები, იმიტომ რომ 275,000 მოქალაქეა გამოსული ქუჩაში, რომლებიც დაშლას არ აპირებენ. ეს პარანოია თუ არ დავამთავრეთ, ჩვენ გავქრებით. გვარსახელებს არ ვასახელებ, თუმცა დადგება, თუ ასე გაგრძელდა, დადგება დრო, როდესაც ისე ინდივიდუალურად მიუმართავ ჩემს ნაცნობებს და ასე ვეთქვი, შენ პირობით სახელით. მოგიგოროთ ისეთი სახელი, რა სახელის ადამიანსაც მე საერთოდ არ ვიცნობ. შენ ჯიმშერ მიმართავ, ადრე იქნება თუ გვიან, თუ ასე გაგრძელდა ვინმე ჯიმშერს. შენ უნდა გამოთხრეულიყავი ამდენი ხნის განმავლობაში ქუჩაში, რომ ძალიან პატარა წვლილი შეგიტანა საქართველოს გადარჩენაში. რაღა არ გამოეთერი, აქედან გამომდინარე ხარ ჯიმშერ ბიზინა სიგინჯილაშვილი. საქართველოს გაუმარჯოს. ნახვამდის.